მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ყველას მინდა. მადლობა მოგეხადოთ იმისთვის, რომ ჩემთან ერთად ხართ. მადლობა არხის გამოწერისთვის, მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. არხის სტუმრებს, ვისაც არ გამოგიწერიათ არხი, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ და მინდა შემოგთავაზოთ ახლა გაშლა ჩაფიქრებულ პიროვნებაზე. ვნახოთ რას ფიქრობს ზოგადად თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს ჩემო ძვირფასებო. ვნახოთ ასეთი მოკლე ექსპრეს გაშლა იქნება მისი ფიქრები ზოგადად და თქვენთან დაკავშირებით, ხო? მაგრამ რომ მივხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, თავდაპირველად მოусმინეთ თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაციას, როგორია ურთიერთობა ამ მომენტისთვის, როგორია ურთიერთობა ამ მომენტისთვის, შემდეგ ვნახოთ ზოგადი ფიქრები თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების, თქვენი პარტნიორის, ზოგადად რა ფიქრები უტრიალებს თავში ამჟამად, და ვნახოთ შემდეგ თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს, თქვენთან დაკავშირებით რა ფიქრები აქვს. მაშ დავიწყოთ ჩემო ძვირფასებო, ვნახოთ ამჟამინდელი მისი თქვენი ურთიერთობა ამჟამად, რას გვეტყვის და რას გვიჩვენებს, ვნახოთ ამჟამად როგორი ურთიერთობა თქვენს შორის და ამოვიდა აქვრივიანი თასი, შემდეგ ხმლის რაინდი და პენტაკლის რაინდი. ჩემო ძვირფასებო, მინდა გითხრათ, რომ ამ მომენტისთვის რაღაც შესაძლებელია ერთ-ერთი პარტნიორი, ანუ მანძილი იყოს თქვენ შორის, ჩემო ძვირფასებო, შესაძლებელია წარსულია პარტნიორი თქვენიდან, იმის გამო, რომ რაღაც უსიამოვნება მოხდა თქვენ შორის, ხო? ან შესაძლოა არ იყოთ, თქვათ, მანძილით შორს ერთმანეთისგან, თქვათ, ერთად ცხოვრობდეთ ზოგიერთთან, ხო? არ დაგვაუწყდეს რომ ის საჯარო გაშლა, მაგრამ ემოციური თვალსაზრისით იყოთ დაშორებული ერთმანეთისგან, როდესაც აღარ გესმით ერთმანეთის, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ნახეთ, ხმლის რაინდი და პენტაკლის რაინდი საპირისპირო მხარეს იყურებიან და საპირისპიროს ვლავთ. ეს მიმანიშნებს იმას, რომ შესაძლოა ამ მომენტში თქვენს ურთიერთობაში არის გარკვეული დაშორება, დისტანცირება ემოციური თვალსაზრისით, ან პირდაპირ დისტანცია შესაძლოა იყოს ზოგიერთთან, შემოკარგებო. რაღაც მოხდა თქვენ შორის ისეთი, რამაც გამოიწვია აი ეს დაშორება, ხო? სულიერად დასცილდით ერთმანეთს, შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დაძაბულობა ამ მომენტში შესაძლებელია ზოგიერთთან იყოს რაღაც სიტყვიერი კონფლიქტი, ერთი სიტყვით ერთმანეთს არის რაღაც მკვეთრი განსხვავება რაღაც საკითხებში, მკვეთრი შესაძლებელია მკვეთრი რაღაც განსხვავებული შეხედულებები გაქვთ ერთმანეთთან, შესაძლოა რაღაც სიტყვიერი კონფლიქტიც მოგივიდათ ამავდროულად და აი სირთულეს აჩვენებს აქ და დაძაბულობას ურთიერთობაში, ანუ ორივე ჰარმონია, ან პარტნიორს შორის ჰარმონია დარღვეული ერთი სიტყვით, აი განსხვავებული, შეიძლება რაღაც განსხვავებული შეხედულებები გაქვთ, განსხვავებულად ფიქრობთ რაღაც საკითხებზე და აი ეს ყველაფერი იწვევს თქვენ შორის დაძაბულობას, ემოციურ სიცივეს, დისტანცირებას და არის სიტუაცია, როდესაც უკვე აღარ გაგმაყოფილებთ, ხო, ის რაც არის. ანუ და ერთმანეთის მიმართ შეიძლება ითქვას, რომ სიცივეს და აგრესიას ავლენთ, ხო? ნუ ფაქტია, რომ ურთიერთობაში აქ პარტნიორებს შორის არის დისტანცია და ეს გაურკვევლობა და გაუგებრობა ერთი სიტყვით, აი ასეთ ურთიერთობაზე გვექნება დღეს საუბარი, თუ გეცნოთ საკუთარი სიტუაცია, საკუთარი ანუ მდგომარეობა, მაშინ გააგრძელებთ ყურება და ვნახოთ მისი ფიქრები ამჟამად. ახლა რაზე ფიქრობს ამჟამად მისი ფიქრები? უზენაესი სამსჯავრო, პენტაკლის რაინდი და 7-იანი ხმალი. ჩემო ძვირფასებო, იცით როგორი მომენტია აქ? პიროვნება ვისედაც ფიქრობთ ამ მომენტში, ხო, უზენაესი სამსჯავრო, რაღაც ცდილობს თავის ცხოვრებას გადახედოს, რთულ ეტაპს გადის, ხო? აი გათაფასება ხდება მასში შინაგანი, ხო, შესაძლებელია საკუთარ ცხოვრებას აფასებს, აი წარსულს, როგორი იყო მისი წარსული, რამდენად სწორედ მოიქცა თუ არასწორად მოიქცა, ხო? რაღაც მასში მიდის შინაგანი პროცესი, შინაგანი
გადახედვა თავისი ცხოვრების, ხო, რამდენად შესაძლოა თქვენთან მიმართებაში აფასებს, რამდენად სწორედ მოიქცა, რამდენად სამართლიანი იყო, ან რამდენად ცუდად რაღაც საქციელი, რაც შესაძლებელია თქვენ შორის მოხდა ურთიერთობაში, რამდენად ხომ არ დაუშვა სადმე შეცდომა, ხო? მაგრამ რამდენად სწორ გზაზეა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ პიროვნება ამჟამად ფიქრობს იმას, რომ რაღაც შეინარჩუნოს სტაბილურობა ან თქვენთან ურთიერთობაში, ან მატერიალური თვალსაზრისით სტაბილურობა, ჩემო ძვირფასებო, მაგრამ აი შვიდიანი ხმალი აქ მე მას მიმანიშნებს, რომ რაღაც ფარული აზრები აქვს მას. ფარული აზრები, შესაძლებელია ეჭვიანობის მომენტი აქვს ასევე და აი რაღაც ცდილობს ან გაარკვიოს ერთი სიტყვით თავის ცხოვრებაში ის სიტუაცია რა და ის ეტაპი რა ეტაპზეც ამჟამად იმყოფება, ხო, მაგრამ რაღაც დაფარული ფაქტორი არის. იცით რა არის? ცდილობს რომ გარედან ეს ყველაფერი იყოს, კონდეს ამ ყველაფერს რაღაცა სტაბილურად გამოჩნდეს, ანუ არ შეიმჩნიოს ეს ყველაფერი, ხო, მაგრამ შინაგანად შესაძლებელია რაღაც გადაწყვეტილებებს იღებს ფარულად და მოქმედებს ფარულად და აი ცდილობს რომ შეუმჩნეველი იყოს. ამას ბოლომდე გულწრფელად არ აკეთებს, ხო, შესაძლოა თქვენთან მიმართებაში რაღაც არის ესეთი დაფარული, რასაც ცდილობს რომ აი არ გაამჟღავნოს თავისი ქმედება. რაღაცნაირად ფარულის რახვები ამოძრავებს და ფარულად ცდილობს რაღაც გარკვეულ, ასე ვთქვათ, შედეგამდე მივიდეს, რაღაც თავის ცხოვრებას აფასებს ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩემო ძვირფასებო, ანუ ზოგიერთთან საჯარო გაშლა იქნება, ანუ თქვენ უფრო იცით, ხო, თქვენი სიტუაცია ყველასთან სხვადასხვა იქნება და ამიტომ თქვენ მოარგეთ. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ გარეგნულად ეს პიროვნება ცდილობს რომ შვიდი იყოს, მაგრამ რაღაც არის მასში დაფარული, რასაც ბოლომდე არ ამჟღავნებს. შესაძლოა რაღაც მის მოქმედებაში არის რაღაც ისეთი ფარული ნაბიჯები, რასაც თქვენ ვერ ხედავთ, ხო, ვერ ამჩნევთ და ყოველ შემთხვევაში ის პიროვნება ცდილობს, რომ გაერკვეს თავის ცხოვრებაში ერთი სიტყვით. თავის ცხოვრებაში. აი ესეთია ზოგადი ფიქრები. ნახოთ ახლა თქვენთან მიმართებაში რას ფიქრობს. 4-იანი პენტაკლი, იმპერატორიცა თქვენ ამოხვედით და კვერთხის ტუზი, ჩემო კარგებო. იცით როგორი მომენტი, აი თქვენთან მიმართებაში შესაძლებელია რაღაც ეჭვები ამოძრავებს, ამ ეჭვიანობს და თქვენთან მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ აი სურს შეგინარჩუნოთ, ასე ვთქვათ, არ დაკარგოს თქვენს თქვენს მნიშვნელობას და თქვენს ფასეულობას, რამდენად ძვირფასი ხართ მისთვის, ის მშვენივრად აცნობიერებს და ცდილობს რომ შეგინარჩუნოთ, არ დაგკარგოთ. იმიტომ რომ ძვირფასი ხართ მისთვის. ნახეთ, აი ჩაჭიდებულია თავის პენტაკლებს, ხო? ანუ თქვენ მისთვის ხართ ძვირფასი პიროვნება, ძვირფასი ადამიანი, ამ ყველაფერს კარგად აცნობიერებს, შესაძლოა თქვენთან მიმართებაში რაღაც ეჭვიანობის მომენტიც აქვს, მაგრამ ცდილობს რომ არ დაგკარგოთ და ასევე აქვს ვნებას განიცდის თქვენს მიმართ, ცეცხლს განიცდის და ამ ყველაფერს კარგად აცნობიერებს, რომ თქვენ მისთვის ძვირფასი ხართ და ის რაც მისთვის ძვირფასია, უნდა რომ მას ეკუთვნოდეს, ხო? ანუ საერთო ჯამში რომ შესაძლოა იცით როგორი მომენტი იყოს, ეს პიროვნება აცნობიერებს, მე მინდა ვთქვა, რომ იმ საქციელს შესაძლოა რაღაც თავის არაგულწრფელობას აცნობიერებს და ხვდება რომ რაღაც ცუდად მოიქცა, ხო, აფასებს თავის ცხოვრებას, უზენაესი სამსჯავროს მიხედვით აფასებს იმას და ხვდება რომ შესაძლებელია დაგკარგოთ. ამიტომ და ყველანაირად ცდილობს თქვენთან რაღაცნაირად არ გაწყვიტოს ის კავშირი და შეინარჩუნოს. თუ ამ მომენტისთვის ერთმანეთთან არ ხართ და თქვენ შორის არის რაღაც მანძილი, ხო, პაუზა ურთიერთობაში, ეს პიროვნება ცდილობს რაღაცნაირად რომ შეგინარჩუნოთ, ჩემო ძვირფასებო, და არ გაწყდეს ის რაღაც პატარა კავშირი, რაც შესაძლებელია ამ მომენტისთვის გაქვთ, მაგრამ ფაქტია, რომ
აქ ურთიერთობას აქვს რაღაც დაძაბულობის ელფერი, დაძაბულობა, გაუგებრობა და კიდევ გავიმეორებ, შესაძლებელია ამ მომენტში რაღაც ნაჩუბრებიც ხართ, არ ხართ ერთად, დისტანციაა თქვენ შორის, მაგრამ პიროვნება, ვინც ჩაიფიქრეთ, თქვენზე ფიქრობს, თქვენისთვის ძვირფასი ხართ და ცდილობს რაღაცნაირად შეინარჩუნოს ის ურთიერთობა, ის კავშირი, რაც გაქვთ და მოდი მე ერთ არკანს დავამატებ საბოლოო როგორ განვითარდება ურთიერთობა თქვენ შორის პერიოდი თავად ჩაიფიქრეთ, როგორ განვითარდება ურთიერთობა. ნახეთ, ჩემ ძვირფასებო, 6-იანი ხმალი ამოვიდა, 6-იანი პენტაკლი და 9-იანი პენტაკლი. აქ მე მიჩვენებს იმას, რომ ეს პიროვნება შეეცდება რაღაცნაირად ურთიერთობის აღდგენას, წონასწორობისა და ბალანსის აღდგენას ურთიერთობაში, რადგან თქვენ მისთვის ხართ ძვირფასი. შესაძლებელია ამ მომენტში იყოს სიცივე ურთიერთობაში და დისტანცია, ემოციური თვალსაზრისით დისტანცია, მაგრამ თქვენი ურთიერთობა დიდი ალბათობით უახლოეს პერიოდში აღდგება და შესაძლებელია, რომ თქვენ ისევ გქონდეთ ის ჰარმონიული ურთიერთობა, რომელიც გქონდათ. ჩემ ძვირფასებო, ყოველ შემთხვევაში ასეთი ტენდენცია შესაძლებელია პენტაკლები ცოტა ყარია და ძალიან ბევრ შრომას მიწის ეს არის სტიქია ხო პენტაკლი და ძალიან ბევრ შრომას მოითხოვს რესურსის ჩადებას და ბალანსის აღდგენას. შემოკარგებო, აი შრომა და ურთიერთობაში მოითხოვს რესურსის ჩადებას და მუშაობას ურთიერთობაზე. ეს ყველაფერი დაძლევადია, მინდა გითხრათ და ყველაფერი აღდგება, შემოკარგებო, იმიტომ რომ დასტის ძირზეც მაქვს 10-იანი პენტაკლი. 10-იანი პენტაკლი. აქ, როდესაც პიროვნებები თქვენ და თქვენი პარტნიორი გააცნობიერებთ იმას, რომ ურთიერთობაში საჭიროა ბალანსის აღდგენა, წონასწორობა, მარტო ერთი მხარე არ უნდა იყოს ჩართული, ხო, მარტო ერთი მხარე არ უნდა გასცემდეს იმ სითბოს, სიყვარულს, მხარდაჭერას, მზრუნველობას. აქ არის საჭირო ორივე პარტნიორის ჩართულობა და მე ვფიქრობ, რომ ეს ბალანსი აღდგება თქვენს ურთიერთობაში. შესაძლოა ცოტა მოგვიანებით, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი, პენტაკლი მიწის სტიქია და მოითხოვს შრომას, როგორც ურთიერთობა, ძალიან აქტიურ ჩართულობას ორივე მხარისას, მაგრამ ურთიერთობას აქვს პერსპექტივა. აი ასეთი იყო ეს გაშლა დღევანდელი, მადლობას მოგახსენებთ და ნახვამდის.